თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. $1921 წლის 6 ოქტომბერს საბჭოთა შინსახკომმა დააპატიმრა გენერალი გიორგი მაზნიაშვილი და სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯა. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. საქმის ცვლილების პროცესში დადგინდა, რომ გიორგი მაზნიაშვილი რუსეთის იმპერიის არმიის გენერალი იყო. იგი საქართველოში რუსული ოკუპაციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების წინადადებით საქართველოს მსროლელთა დივიზიის ფორმირებას შეუდგა. პარალელურად კი კონტრრევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა. მოგვიანებით დახვრეტა 5 წლით თავისუფლების აკვეთით შეუცვალეს. საბოლოოდ კი ამინისტიის შედეგად იგი 1923 წელს გაათავისუფლეს. ქართველმა გენერალმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობითა და დახმარებით მოღვაწეობა პარიზში განაგრძო. მაზნიაშვილს ერთი წუთით არ შეუწყვეტია ოცნება და ფიქრი იმაზე, რომ გათავისუფლებოდა რუსული იმპერიალისტებისგან მისი სამშობლო. 1925 წელს გიორგი მაზნიაშვილმა პარიზში საბჭოთა კავშირის საელჩოდან შუამდგომლობა მოითხოვა საქართველოში დასაბრუნებლად. მისი მოთხოვნა დააკმაყოფილეს და გენერალი მაზნიაშვილი სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოში გამოგზავრებამდე გიორგი მაზნიაშვილი საქართველოს ემიგრაციული მთავრობის წარმომადგენლებს რამიშვილს, გეგეჭკორს, ერაძეს შეხვდა. გიორგი მაზნიაშვილს ამჯერადაც საგანგებო დავალება ჰქონდა. საბჭოთა კავშირზე ევროპის რომელიმე ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში გენერალი თავის სამხედრო ძალასთან ერთად ბათუმში განლაგდებოდა და ბათუმიდან ეცდებოდა თბილისზე შეტევას. ეს გეგმა შემდგომში ვერ განხორციელდა. როგორც ცნობილია, გიორგი მაზნიაშვილი 1927 წელს დააპატიმრეს. სხვა ბრალდებებთან ერთად ჩეკამ ეროვნულ გმირს ბრალი, როგორც აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორს მარადიორობასა და ქალების გაუპატიურებაში წარუდგინა, რათა მისი სახელი გაეტეხათ. ეროვნული გვარდიის მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ის გენერალ მაზნიაშვილის დივიზიამ შეცვალა და ამ წუთიდან იწყება აფხაზეთის ტრაგედია. მაზნიაშვილის დივიზია განსაკუთრებული სიმკაცრითა და შეუწყნარებლობით გამოირჩეოდა. დივიზიის წევრები აფხაზეთის მშვიდობიან სოფლებში იჭრებოდნენ, ძარცვავდნენ მოსახლეობას და აუპატიურებდნენ ქალებს. ამგვარი ინფორმაცია დევს მაზნიაშვილის საქმეში. გენერალი გიორგი მაზნიაშვილის საქმის ხელახალი გადახედვისას შემდეგი სახის დასკვნა დაიდო. გიორგი მაზნიაშვილი იყო სამეფო და მენშევიკური ხელისუფლების გენერალი. მაზნიაშვილი საფრანგეთში გაქცეული ყოფილი მენშევიკური მთავრობის სამსახურში იდგა ყოველთვის. საბჭოთა ხელისუფლების დამხობას ცდილობდა და ამ მიზნით საფრანგეთის გენერალურ შტაბთან თანამშრომლობდა. მოლაპარაკებებს ეწეოდა აგრეთვე რუსეთის იმპერიის წარმომადგენელ ნიკოლოზ რომანოვთან. საბჭოთა საქართველოს მტრები სწორედ გიორგი მაზნიაშვილის მიერ იქნა შეფარებული და საფრანგეთში გამგზავრებული. გიორგი მაზნიაშვილმა პირობა მისცა საქართველოს ყოფილი მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლებს, რომ სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებდა. ამ ბრალდებებიდან გამომდინარე გიორგი მაზნიაშვილს ჩეკამ სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯა და განაჩენი ცისრულეში მოიყვანა. მაშინ ძნელი გასარკვევი იყო სამშობლოს ცნება. ადამიანი, რომელიც ზუსტადაც რომ სამშობლოს გასათავისუფლებლად იბრძოდა, ბრალი სამშობლოს ღალატში დადეს. მეტი ცინიზმი რა უნდა ყოფილიყო, ისიც კი არ ვიცოდით რა იყო სამშობლო. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.